წლების ფაქტურად საუკუნე რუსეთი ამზადებდა აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ, ამას ამხედრებდა, ბევრი ადამიანი შეიწერა, მათ შორის წერილებს წერდა დიდებული წმინდა ჩვენი პატრიარქი ამბროსი ხელაია, ბევრი სხვა, როგორ ამზადებდნენ რუსები აფხაზებს ჩვენ წინააღმდეგ. აი ზუსტად როცა 79 წელს კოსიგინის ხელმოწერით ესე იგი დაარსდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოთხე ამიერკავკასიაში და მეორე საქართველოში ზოგიერთ პროფესორს არ ახსოვს რომ საქართველოში 90 წლამდე იყო არაერთი უნივერსიტეტი და არამედ ორი იყო. აი მაშინ მოხდა ის რომ თბილისმა როგორც ყოველთვის აფხაზეთის ქართველების ხარჯზე ესე იგი აფხაზების რა თქმა უნდა მოთხოვნით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კოსიგინის ხელმოწერით გადაარქვა და გახდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდგომში როცა უკვე გარკვეული მიზეზების გამო ესე იგი გაძლიერდა აიდგილარას ახალგაზრდები გვივარდებოდნენ ჩვენ ლექციებზე ქართულ ენაზე რომ მიდიოდა. ლიხნის ხელმოწერაც ეს იყო 99 წლის 18 მარტს ესე იგი აფხაზეთის ყველა ნომენკლატურამ, რა თქმა უნდა, აფხაზეთი ეროვნებისა, ზოგიერთი ბორი სომეხიც იყო, ხელი მოაწერეს ლიხნის წერი ბორის ადლეიბა პირველ მდივანმა, სამწუხაროდ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჩემმა კოლეგამ ალეკო გვარამიამ და ბევრი სხვა რაღაცის გამო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩვენ გამოვედით 4 აპრილს ამ უნივერსიტეტისიდან და წერეთლის ქუჩა ახლა სხვა ქვია რა თქმა უნდა წერეთლის ქუჩაზე იყო ადმინისტრაციული კორპუსი იქ დაიწყო ესე იგი ფაქტურად შიმშილობა შესაბამისად მანამდე აი ეს მოხდა ბატონ მერაბი ატარებდა ლესელიძეს ეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი აი იქ მოსრეს ვიყავი მე და უკანა გზაზე დაესხნენ თავს ესე იგი სოციოტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ერთ-ერთი იყო ქართული კერა აფხაზეთში რომელიც შემდგომში სააკაშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ნელ-ნელად ფაქტურად გაანადგურეს ერთი ფაკულტეტის სახით შეიწოვეს. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მგონი 80 სტუდენტი ჰყავს და ასე შემდეგ და ქართული კერა იყო აფხაზეთში ერთ-ერთი მთავარი მე რომ ვკითხო. შესაბამისად მე მოხდა ის გარკვეულწილად მომენტები დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი რუსეთის უშიშროებამ სწორად განსაზღვრა. ანუ თუ ჩვენ გვინდა აფხაზეთი მოვწყვიტოთ საქართველოს მანამდე უნდა თადარიგი დავიჭიროთ და სამეგრელო მოვწყვიტოთ. აუცილებლად. ამიტომ თავისი ემისრების რომელიც ყავდა უკვე ბატონი ახლა ჯაბა შემსრულებლები ნალუბოიკოს რუსები ექსეკუცია გაუკეთეს სამეგრელოს სამწუხაროდ ხედრიონის მიერ და არა მარტო ხედრიონი მაგათ ნუ დავაბრალეთ მარტო გვარდიაც აკეთებდა. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ბრალდება დომინანტი ხედრიონი იყო. და შესაბამისად შემდგომში მოხდა ის რომ მართლაც გათიშეს მოწყვიტეს რა ხერხემალში გადატეხეს ყველა. მე რომ უფრო შედარებით იოლად რუსეთმა ესე იგი მოაწყო აფხაზეთში ქართველების გენოციდი და რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე ადგილობრივმა და ბევრმა პატრიოტმა ჩამოსულმა ვიბრძოლეთ, მაგრამ ნუ ახლა რუსეთის როცა ლებედი თავისი ბატალიონები და სხვა იყო რაზმის არა თქვი აფხაზეთელი კაცი ვარ და მე სუნთქავ საქართველოს დანახული აფხაზეთიდან. მე ჯერ აფხაზეთის სუნთქავ. ადრეს სადი ახლა მოსკოვი ყველაფერს ამას არეგულირებდა, მაგრამ ადრეს საქართველოს კომუნისტური პარტია აფხაზეთის თქვათ რეგიონში საკადრო პოლიტიკას არასწორად ატარებდა. განსაკუთრებით ადგილობრივი ქართველების ხარჯზე. ესე იგი რაღაცა მოიფიქრეს რომ არ იყოს დღეს რომ დაუბრუნდნენ არ იყოს ბუნტი არ იყოს ომი იყოს შვიდობა აფხაზი დაუთმოთ პირველი კაცი აფხაზი უნდა იყოს საწყობის გამო კი აფხაზი
რექტორი აფხაზი, დირექტორი აფხაზი. კი, მოადგილეს პოლიტიკა იყო. მოადგილე ქართველი, რომელიც საქმეს აკეთებს. საბედნიეროდ გაგვიმართა ჩვენ იმ მომენტში ვიყავით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და დირექტორი ინიშნებოდა. და როი მეტრეველი, რომელიც იყო რექტორი, დირექტორა დაგვინიშნა აფხაზეთის მკვიდრი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ოთარ ჟორდანია. კრისტალური კაცი. ახლოს ვიცნობდნენ. კრისტალური კაცი, ესეთი სულთა კაცი. უიშვიათესი ადამიანი. ჩვენ მაგას სიყვარულით აფხაზეთის ექიმე თახაიშვილს უზარდ. ნადარიშვილი და ჟორდანია და უნივერსიტეტი და უმაღლეს საბჭო პოლიტიკურად ერთად მოკვეთებდნენ და იყო პერიოდი ნადარიშვილი ვიცე-პრემიერიც იყო. გარკვეულ საკითხზე შევარდნაძეს უპირისპირდებოდით და მეხუთე პუნქტი რაღაც შემდეგ და ანგარიშ ვიწევდა. მოხდა ის, რომ სამწუხაროდ ბატონი თამაზი გარდაიცვალა. მოვიდა სააკაშვილი, რომელმაც ძალით მოხსნა ოთარ ჟორდანია. გახსოვს რა. და დაგვინიშნეს დაწყებული იქიდან სულთა პარაშუტისტები. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს როცა შლია კულტურულად მილივად რეჟიმში აფხაზეთის რეფორმას უძახიან. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ახალგაზრდა თავმჯდომარე, რომლის მამა მოკლეს აფხაზებმა და რუსებმა, ხმას არ იღებს, იმ კომისიის წევრია. რომელი კომისია? აი ეს რეფორმების. ხმას არ იღებს იტალიაში, კი ბატონო წავიდა გაისერნა პალერმოში იგი დაკეთ. ახლა ხო აქ არის ბატონო? ახლა ალბათ ჩამოვიდა, არ ვიცი, ჯერ 10 დღე. და ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც მართალია პარტიის ისტორიაში დაიცვა, მაგრამ თავი თulis რომ მაგარი ისტორიკოსი ვარ და ვერკვევი ყველაფერი ეროვნულ მოძრაობაში ჯემალ გამაყარია. რამდენჯერმე ყავდა. სვან ბოლომდე და ხმას არ იღებს. მოუხადა ბოდიში. აფხაზეთის გარეშე, ასევე სამაჩაბლოს გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. ამიტომ ერთადერთი რეალური ბმა მოხდეს აფხაზეთში მშვიდობიანი დაბრუნება, ეს არის შენარჩუნება, გაძლიერება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის. იმ პირობებში, რა პირობებში მოსკოვის უნივერსიტეტი, კრასნოდარის უნივერსიტეტი აძლიერებენ აფხაზურ ნაწილს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს თბილისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურება და მოლოდინი ხალატის ტოლფასი. ეს არის ხალატის ტოლფასი. ამიტომ მე მოუწოდებ ყველას ყველა უნივერსიტეტს, ვინც ამ ეტაპზე გადარჩა და ჩვენ ვიხარიათ შემდეგ იფიქროს საქართველოზე. საქართველო თეოდრაულ მთლიანობის აღდგენაზე, რომელიც აფხაზეთის გარეშე ვერასოდეს ხერ ისა და ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები ამას გულთან ახლოს მიიტანენ, რომ აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი რეალური ბმა გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაძლიერებაზე და არა განადგურებაზე. მოდელი მაქვს მათემატიკური, სადაც ყველაზე უკეთეს ვარიანტში, უკეთესი ახლა ამერიკა და ინგლისში, იქ ძირითადად ორი პარტია, მაგრამ სრული მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი დემოკრატიისთვის 3-4 პარტია უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლებაში, უფრო გრადია ეს სისტემა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ანუ აფხაზეთში ქართველების მშვიდობიანი დაბრუნების ერთადერთი გზა გადის მრავალპროფილიანი საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაძლიერებაზე და მე კიდევ ერთხელ მოუწოდეთ, მათ შორის ჩემს მეგობრებს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არის აფხაზი ქალბატონი დიდებული ადა ბარშალია სხვებს, რომ ხმა ამოიღონ, რომ ჩვენ როცა დაბრუნდებით მშვიდობიანად უნდა იყოთ კონკურენტუნარიანი. რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს. სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოდიან ერთი თვით კითხულობენ ლექციებს MGU-დან, ის მაგ დამთავრებული კარგად ვიცი, კრასნოდარიდან და აძლიერებს შენების დაგვარად რაც შეუძლია და ჩვენ გვინდა დავჩეხოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თვითონ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე გულში მათგივრობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რადგან უმაღლესი დონის ახლა მეცნიერები მუშაობენ და დიდი მნიშვნელობისა მისი შენარჩუნება გულში მათგივრობ. მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველაზე დიდი აქვს.